მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ალექსი, თქვენი მყოფებით Dream Chasers-ის არხზე. ეს არის ჩემი დაზიანებული 2021 წლიანი Subaru Forester-ი, რომლის ვიდეოების სერიას შემოგთავაზებთ უახლოეს მომავალში. თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ და ეს მანქანა შესაბამისად დაიწყებს აღდგენას. გამოიწერეთ არხი წინასწარ ავანსად, ჩადით კომენტარი დაწერეთ და დავალოდოთ ამ მანქანის აღდგენა. ეს მანქანა არის დაზიანებული სავალში. სადაზღვეოს დაშლილია წინიდან, რადიატორები და ფარები ყველაფერი მოხსნილი არის, ბამპერსაც დაინახავთ რომ მოხსნილია. კარგი ნაჭრებიც აქვს და ეს მარცხენა მხარეა, მარცხენა მხარე ახალი ვით არის და ეგ მახარებს. უკნიდან დარტყმა არ აქვს, მაგრამ უკნიდანაც დაშლილია სავარაუდოდ განასმელია და სადაზღვეო გადაწყვეტა რომ დაშალოს უკნიდანაც ზარალის შესაფასებლად. და რეალურად ყველაზე დიდი დაზიანება აქვს გვერდიდან, მარჯვნიდან, სადაც სავალის დაზიანება ფიქსირდება. ზევით ხედავთ რომ ბალკაც არის დაზიანებული, ოდნავ მონიშნულია და კარზე აქვს პატარა ნაკაწრები. სალონი დაშლილი არის და შესაბამისად სადაზღვეომ ჩადო რაღაცები. ზოგჯერ ხდება, როდესაც დებს სადაზღვეო ნაწილებს მანქანაში, ზოგჯერ ხდება, რომ არ დებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადეს ნაწილები, რაც ძალიან კარგია. უბრალოდ ჯერ არ ვიცი, პირველად ვნახე ხა ეს მანქანა, ჩამოვწევთ ცოტა ხანში, როდესაც ფეხზე დავაყენებთ ამ მანქანას, ნაწილები უკვე ვიყიდეთ, გიტარა იყო დაზიანებული და ნაკანეჩნიკი, მაგ ყველაფერს მივხედავთ და შემდგომ ვნახავთ თუ რა დევს შიგნით. ეს ძალიან მაინტერესებს, ვიდეოს ყურება გააგრძელეთ, რომ თქვენც ნახოთ თუ რა ჩამოყვა მანქანას და გამოგვადგება თუ არა ეგ ნაწილები. Yeah, right, picture that with a Kodak. Or better yet, go to Times Square, take a picture of me with a Kodak. Took my life from negative to positive, I just want you to know that. And tonight, let's enjoy life. Pitbull, Naya, Neo. ესე იგი, დვორნიკების დაფას ვეძებთ ახლა სარკეს, სახელურებს. ფრთა გვაქვს საყიდელი. აქ გვაქვს დაზიანებული, როგორც ხედავთ, მარჯვენა მხარე, მარცხნივ მთლად დიდად არაფერი არ უნდა ჭირდეს წესით. მარტო ერთადერთი აი ეს მაწუხებს, ანუ ფარი თუ ჩამოყვებას შეიძლება გაბზარული იყოს. აბლიცოვკა გვაქვს, ბამპერები სავარაუდოდ იქნება საყიდელი, უკანაზე არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ აქ როგორი სიტუაცია გვაქვს. აქედან არაფერი არ არის წასული, ანუ ყველაფერი თავის ადგილზე დგას. ასეთ დიაგონალზე აყენია ხოლმე Subaru-ებზე, ანუ Forester-ებზე როგორც მინიმუმ ეგ ბალკა. აქ ეკრანი ცოტათი არის დაღუნული, მაგრამ ამას არ აუშავს და გასწორდება, ჩვეულებრივ რკინაა. სხვა მხრივ ეხა აქ ესეც გასწორდება, აქ ცოტათი დაზიანებული გვაქვს და ეგ გასწორდება ჩვეულებრივ და ამას დიდად არაფერი არ ჭირს, უბრალოდ აი ამის გამო ნიშნავენ რომ დაზიანება აქვს. ნუ ეგ სადაზღვეოს ვალდებულებაა, რომ მონიშნოს ყველაფერი რაც არა ქარხნულად გამოიყურება. აქ დისკის გამო გვაქვს ნაცვეთი, სავარაუდოდ ამას რომ დაეჯახა ძელს, რადგანაც არ მოხდა ყველაზე რბილ ადგილს მოხდა დაზიანება და საბურავიანად გაიწია უკან მთლიანად ეს ყველაფერი. შესაბამისად გიტარა და ნაკანეჩნიკი არის დაზიანებული, რომელიც აი აქ დევს. აქ არაფერი არ დევს, გიტარა აქ არის და ნაკანეჩნიკი გვაქვს აი აქ. უდარნიც აი ასე გამოიყურება. უკვე მომარაგებულები მოვედით, ბიჭებმა ჩამოხსნეს მანქანა, მითხრეს რა არის საჭირო უპირველეს ყოვლისა ყიდვისთვის და ნუ მოკლედ მზად მოვედით. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა ხდება სალონში. აი ასე გამოიყურება ახლა აქაურობა, უამრავი ნაწილი დევს. აქ დაშლილი გვაქვს სახურავი, რომელიც აი ასე გამოიყურება. ბევრი ნაწილი არის, ბევრი ობია. სხვათა შორის ეს limited ვერსია არის და ამ მანქანის მიმოხილვასაც შემოგთავაზებთ, ეგრევე ვფიქრობ, იმიტომ რომ რატომაც არა. აქ იმდენი ნაწილი არის, რომ ახლა პირველ რიგში უნდა მივცეთ დენი, გავხსნათ საბარგული და ნელ-ნელა ჩავინიშნოთ თუ რა არის საყიდელი, რა გვაქვს, რა არ გვაქვს და ასე შემდეგ. აქ გაირკვევა ზუსტად თუ სწორად ჩავდეთ თუ არა თანხა. მერე უკვე ვიდეოს ბოლოსკენ გეტყვით, რამდენში ვიყიდეთ, გეტყვით. რამდენი დაჟის აქამდე და დაახლოებით რა დაგიჯდებოდათ თქვენ, იმიტომ რომ აქ ხა ჩვენს პირად სიტუაციაში არის ისე რომ ბევრი ადამიანი გვეხმარება უკვე მანქანის აწყობაში და ცოტა აბსურდული იქნება რომ გითხრათ რომ აი მაგალითად $6,000 თქვენ ჩამოიყვანთ და აწყობთ ესე მაგალითისთვის $6,000 ცოტათი არარეალური იქნება და ვეცდები რომ რეალურ თანხებში გითხრათ მიახლოებით თქვენ რა დაგიჯდებოდათ ეს ამბავი. სხვათა შორის მანქანის ჩამოყვანა ან გამოწერა თუ გინდათ იაპონიიდან ან ამერიკიდან შეგიძლიათ მოიწეროთ და მაგითაც საქმიანობ, მაგასაც ვაკეთებ, როგორც არაერთხელ გავაკეთე უკვე და საკმაოდ ბევრ გამომწერს ვუყიდე მანქანა. შეგიძლიათ თქვენც მოიწეროთ და თქვენთვისაც ავარჩევ, ვიყიდი და ჩამოვიყვან მანქანას.
აქ შეიძლება თქვენი რეკლამა ყოფილიყო. გაიხსნა? აჰა, ნახე, ჭერი როგორ ჩამოდის, შეფუთული, ყურადღებით რამე, არც გატეხილა, არაფერი, აი ხა გაიხსნება, ცხელი წყალი უნდა დაასხა და გასწორდება. ზუსტად ამ მიზეზით ვყიდულობ ხოლმე უმეტესწილად სადაზღვეოს მიერ დაშლილ მანქანებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა მოყვება ხოლმე ხშირად. ხშირად ხდება რომ არ მოყვება და მაგაზე აქცენტი არასდროს არ უნდა გქონდეთ, რომ აი მაგალითად მანქანას ვიყიდით სადაზღვეოსგან და აი ყველაფერი ჩამოყვება, მაგაზე გათვლა არ უნდა გქონდეს. მეც ჩვეულებრივ როდესაც ვყიდულობ, ვითვლი რომ არაფერი არ ჩამოყვება და მთლიანად პირდაპირ ყველაფრის ყიდვა მომიწევს. მაგრამ როდესაც რაღაცა ჩამოდის, ცოტა უფრო მეტი თანხა გრჩება ჯიბეში და აი გასწორებს. სტოპი გვაქვს. ეგ კარგია. ეს რა არის? ეს მე მგონი ვიცი რაც არის. არა არ ვიცი რა არის. აი ეს მომწონს. აი ეს კუთხე მომწონს. საკიდელი. ვამპერი საკიდელი იქნება ხო? არა მე მაგას გავაკეთე. მომენტ. მე გატეხილი მეგონა. გატეხილი იქ არის. მოირა. აი ბამპერი. ტაივანია? ხო. ბამპერის კაბინაში თუ გიკარგო, ესაა ცოტა. მაგას გავაკეთებთ. მაგას გავაკეთე და არაფერი. ნახევარს დაიქრე. არა, გაკეთე. ნაჭერი ყველაფერი ადგილზე აქვს. არაფერი არ არაკლია, მარტო ისაა. გადასაბმენი. ეს ამას წავედი. ნახე, მთელი სუბარუ ჩამოყვა. უკანა ბამპერი არის. მეტად ჩემთანაც ეგრე ჩამოვიდეს. აკი ბალკა. ბალკაც არის. ჟალუზის მოტორჩი კი. აი ეს ბოლტების ფარი გატეხილია. დაგჭირდებათ იმას როლანდას ხო მე მგონი. კი. მე არ დამჭირდება. მე რაბს. ერა. აი ბოლტები გვაქვს. საფოთის დაგჭირდება. არგია შენი ძაღლიო არა. ძაღლიო არა. ჯერ არ ვიცით, შეიძლება ქვევიდან ეგდოს. რა იცი რა ხდება? ბოლტები ერთ ხუთი ჩავყარო. რა ხდება? ამ ცელოფანი. მოკლედ ნაწილები კი ვნახით, მაგრამ ამას მეც კი არ მოველოდი. ამდენი ნაწილი ყველაფერი რაც სალონში არის დაშლილი, ყველა კარი რომელიც გარედან არის დაშლილი, ანუ სახელურები, ყველაფერი დევს. აბიუკა კი არის მოკეცილი, მაგრამ არა უშავს მაგას. ამას შეხედეთ, ფარი, ბალკა, პლასმასი, დვორნიკები, ზედა აბლიცოვკა, ქვედა აბლიცოვკაც სადღაც აქ არის, სიტყვაზე მენდეთ რო არის. აქ წინა ბამპერიც არის, სარკე, სანისლე, მოკლედ რა ვიცი, რაღაც ძალიან წვრილმანები დაგვრჩა საყიდლად. ერთი მინუსი ის არის, რომ აი აქ კანტები კი არა, რა ქვია ამას, აბიუკა თვითონ პანელები, კარის ეგენი არ მოყვა. ეგ ცუდია, მაგრამ რას ვიზავთ, არა უშავს ამდენ კარგში. პატარა ცუდსაც ავიტანთ. ზედც ნორმალურია, რადიატორებიც რაც მნიშვნელოვანია, ნორმალურია. ფარები კი ორივე გვექნება, მაინც საყიდელი, იმიტომ რომ ორიგინალთან ერთად არა ორიგინალს ვერ დავაყენებთ და არა ორიგინალის ყიდვა კიდე, არ ღირს რა, ჯობია ორი ტაივანი დავაყენო. კარგი ხარისხის და ეს შესაბამისად გაიყიდება ან ჩვეულებრივ შეინახება შემდეგი მანქანისთვის. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად იწყება ამ ჩვენს Subaru-სთან. არც ისე ცუდი შენაძენია, როგორც ვფიქრობ, ჯერჯერობით ასე დაიწყო. ვნახოთ, სხვათა შორის აქ ფონზე ნახეთ, იქ
ჩვენი ბრონკო იღებება. მოკლედ საქმე დუხს ერთდროულად სამანქანას ვაწყობ, მაგრამ თქვენ ნელ-ნელა უყურებთ ამ ვიდეოებს და თუ ვინმემ გააცდინეთ თან გამაზეთ ჩვენი Ford Mustang-ის ვიდეოები, თუ ვინმემ გამაზეთ ჩვენი Ford Bronco-s ვიდეოები, გეპატიჟებით ჩემს არხზე, სანამ მე ამ ყველაფერს ვაწყობ. დააპაუზეთ ვიდეო, გადადით ის ვიდეოები ნახეთ აუცილებლად, არ გამოტოვოთ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ შრომობ, ვცდილობ რომ გაჩვენოთ ვიდეოები, ვცდილობ რომ საინტერესო მანქანები გაჩვენოთ. ეს ჩაძირული Mustang-ი არის, რომელიც ჯერჯერობით არ ვიცი როგორ იქნება, იმიტომ რომ მეც კი პროცესში ვარ ჯერ. შესაბამისად გადადით და ნახეთ დააფასეთ ის შრომა, რასაც არხში ვიდეოები და ძალიან მიხარია რომ ჩემს გვერდით ხართ ამ ჩემს გზაზე, ჩემს საოცნებო მანქანამდე. ეხა კიდე ამ Subaru-ს რაც შეეხება, ჯერჯერობით ვტოვებთ ასე, შევალაგებთ ეხა ყველაფერს შიგნით, დავუშვებთ დღეისთვის და ხვალ უკვე მოვალთ და ვნახავთ თუ როგორ დგას თავის 4-ზე ეს მანქანა. ჩვენი Subaru-s მიღებიდან სულ რაღაც 4-5 დღეში და რამდენიმე ათეული გავლილი კილომეტრის შემდეგ, ნაწილების შოვნისა და ყიდვის პროცესის შემდეგ ვარ აქ, ისევ ჩემს Subaru-s ვუყურებ და აი ასე გამოიყურება ეს მანქანა უკვე რაც საკმაოდ, რა ვიცი, გამიკვირდა ამ მოკლევადაში ესეც შედეგზე რო ვართ, ჯერ პირველ რიგში უკნიდან აი ასე გამოიყურება, ახალი ბამპერები დავაყენეთ, უკანაც და წინაც ბამპერები შევცვალეთ, ნაწილებიც ვიყიდეთ, სტოპი მოყვა როგორც გახსოვთ და როგორც ნახეთ, აქ ჯერ კიდევ არეულადაა ყველაფერი, ეს ორივე ნაწილი რომელიც აკლდა პანელი ვიყიდე და უკვე მზად არის დასაყენებლად და აი ამ ცხვირს შეხედეთ. ეხლა პროცესი არის დაზაზორების, რომელიც თითქმის დასრულებულია. აი ასე გამოიყურება ამ Subaru-s ცხვირი, სამომავლოდ ისევ დაიშლება, შეიღებება და მე უკვე შეღებილზე აიწყობა. სალონშიც აი ასე გამოიყურება, ეხლა უკვე იმდენი რაღაცა აღარ ყრია, როგორც ეყარა. თუმცა, მაინც გასაწმენდი ნაწილები აქვს და აი რაღაც ნიუანსები, რომელიც აი აქ ჩანს, აი აქ ჩანს და აი აქ რაღაცა მარილი არის თუ რაც არ უნდა იყოს. მოსაშორებელია და გასაწმენდი, თუმცა საკმაოდ სწრაფად მოძრაობთ, რაც მიხარია და მახარებს. დაგვშა ისეთი წვრილმანები, როგორიც არის აი ეს სამაგრი მაგალითად, პლუს პანელები რო ვიყიდე, სახილურები და რაღაცები არ მოყვა და მაგას ვცვალობდი. მე უკვე ჭერსაც მივხედავთ. ნოხივით რო იყო შეხვეული და ეგდო აქ სხვა გზა არ გვაქვს მაგას აღვადგენთ. და ეგ არის. საკმაოდ მალე მოძრაობთ, Subaru მახარებს იმით, რომ სადაზღვევოს მანქანა არის და ყველაფერი მოყვა და რაც დროშიც ძალიან დიდ პლუსს ნიშნავს, იმიტომ რომ ძებნა აღარ მიწევს ამ პატარა წვრილმანების ძებნა არის ჯოჯოხეთი, აი პატარა ნაწილების ჯერ ახსნა რა გინდა და ასე შემდეგ. მერე მაგ ძებნის პროცესი და აი 10 ადამიანს რო ურეკავ და 10-ს რო უხსნი რა გინდა და ზოგს უხსნი და ზოგი ვერიგებს, მოკლედ რთულია და ძალიან კარგია რომ მოყვა რაღაცები. თან პლუს დროშიც ძალიან კარგად მოძრაობთ, იმიტომ რომ სწრაფად იწყობა, რაც ძალიან მიხარია. Subaru Foresteris ამბები გრძელდება და ეს მანქანა ისევ დაშლილია. ეხა თავარი იდეა არის იყო უბრალოდ დაზაზორება ამ ყველაფრის, მაგით აიწყო. მე ეხა ვიზუალურად იშლება იმისთვის, რომ შიგნიდან შეიღებას ზოგი ნაწილი უკვე გარედან და მოკლედ ვემზადებით იმისთვის, რომ შევღებოთ ეს მანქანა. ეს მანქანაც არ მიდის რთულად და ძალიან მიხარია, ანუ ნელ-ნელა სწორდება ყველაფერი და თავის რიგს მიყვება. ასე გამოიყურება ახლა შიგნიდან ეს მანქანა. ბევრი რაღაცა დევს აქ, ასაწყობია კიდევ ჭერზე ცალკე ვმუშაობთ. მაგრამ თვითონ მანქანა მომწონს, ანუ დარტყმაც მთლად კატასტროფული არ ქონდა, პლუს 2021 წლიანია, რაც თავის მხრივ ძალიან კარგია, იმიტომ რომ უკვე ნელ-ნელა უფრო ახალ მანქანებს ვკვიდებ ხელს, თან პარალელურად წინა პროექტსაც აქ ვაწყობთ, რომელიც უკვე აწყობილია და არხზე უნდა იდოს, ამ ლამაზმანს შეხედეთ. გადადით და ნახეთ ვიდეოები თუ გამაზეთ ამ მანქანის სანახავია უეჭველი, იმიტომ რომ ეხლაც კი ვწვალობთ და ეხლაც კი ნახეთ რას გავს აქაურობა. მოკლედ ძალიან საინტერესო ისტორიები ტრიალდება ამ პონისთან და
მინდა რომ ნახოთ თქვენც. მე კი წავედი და ამ Subaru Forester-ის ამბებს დაველოდები. ნახოთ როგორი გამოვა საბოლოოდ. ჩვენი Subaru-ს ამბები გრძელდება, უკვე შეღებილი არის მანქანა. აი ესე გამოიყურება. ჯერჯერობით არ ვაწყობთ, იმიტომ რომ როგორც არ ვიცი ვთქვი თუ არა, მაგრამ აი ეს შტეკერები არ ემთხვევა იმ შტეკერებს, რაც მოვიტანეთ იმ ფარებზე, სხვა შტეკერები აყენია. ბამპერიც შეღებილი არის და აი ზუსტად ასე გამოიყურება. უკვე აწყობილი არის და ელოდება თავის რიგს, იმიტომ რომ ჯერ სანამ ფარებს არ მოვაგვარებთ, ჯობს რომ არ ავაწყოთ, რავი რა აზრი აქვს, მე რა უნდა იწვალონ ელექტროობის ხელოსნება. რა გვრჩება ახლა აქ გაურკვეველი. ესე იგი, ჟალუზი გვჭირდება, რაც იკეტება და იხსნება ხოლმე, როდესაც დაქოქავთ და თუ ცივა კეტავს, თუ ცხელა ხსნის და მოკლედ მაგ აქტიურ ჟალუზი. ჟალუზს უნდა მიხედვა ვიყიდით მოკლედ და მოვიტანთ. და რა გვრჩება ერთი პრობლემა არის, რომელიც ჯერჯერობით გაურკვეველი არის აღმოჩნდა დაქოქილ მანქანაზე ხანდახან ანთებს იმას, რომ ზეთის ტემპერატურა შეამოწმეო, მაგრამ შემოწმებისას და ელექტრონული დიაგნოსტიკის დროს საერთოდ არაფერს არ აჩვენებს და არანაირ კვალს არ ტოვებს მოკლედ ეს ჩეკი და ეგ მაწუხებს, უნდა ვნახოთ აუცილებლად რა ხდება და რატო ხდება. ეხა ჯერჯერობით პირველი ეტაპი რაც არის, რაც უნდა გამოვიაროთ, რატომაც ვართ ეხლა აქ, უნდა წავიყვანოთ ეს Subaru და მივიყვანოთ ელექტროობის ხელოსანთან, რომელიც მიხედავს ფარებს და მე ფარებს დავაყენებთ და ჩვეულებრივ უნდა ავამუშავოთ. ეგ არის და ეგ. თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. თუ ამ ვიდეოს უყურებთ და არ გაქვთ გამოწერილი ეს არხი, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. თუ შეგიძლიათ, მეგობრებსაც გაუზიარეთ, იმიტომ რომ ეხლა უკვე ისეთ ეტაპზე ვარ, სადაც მინიმუმ 10,000 ნახვა მჭირდება ხოლმე ყოველ ვიდეოზე, რომ კიდევ უფრო შემდეგ ეტაპზე გადავიდე. წინა ვიდეოებიც, რა ვიცი, თუ არ გინახავთ, მინდა რომ გადახვიდეთ და ნახოთ, იმიტომ რომ უკვე დიდ შრომას ვდებ ამ ვიდეოებში, ცოტა უფრო დიდ ძალისხმევას ვდებ და ყოველ ვიდეოს ძალიან ბევრ დროს ვუთმობ ხოლმე, რომ გაჩვენოთ და მოგაწოდოთ ინფორმაცია სწორად, სასიამოვნოდ და ისე რომ თქვენს თვალს უხაროდეს და მოკლედ თან ინფორმაციულიც იყოს, ცოტა რთულია რა მაგ ყველაფრის ერთად გაკეთება და მიხარია რომ თქვენ ჩემს გვერდზე ხართ, ჩემს გზაზე საოცნებო მანქანისკენ და თქვენც თუ ოცნებობთ რამე მანქანაზე, არ გაჩერდეთ რა, აი ჩემი რჩევა არის, არ გაჩერდეთ არასდროს, ყოველთვის მიაწექით, არ იცით რა დროს როგორ დატრიალდება და უცებ ბრახ შეიძლება ერთ თვეში იმ მანქანით იყოთ, რომელიც თქვენ გინდათ, ან მანქანა რო არ იყოს, სახლი იყოს, რაც არ უნდა იყოს, კეპი, ჟაკეტი, ჟილეტი, რაც არ უნდა იყოს, რაზეც ოცნებობთ და რისი მიზანიც გაქვთ, არასდროს არ უღალატოთ და ყოველთვის მიაწექით ხოლმე. ეგ იყო და ეგ. ეხლა დავქოქავთ ამ Subaru-ს და წავალთ მივხედავთ ამის ელექტროობის ამბებს. მადლობა რომ ჩემს გვერდში ხართ. განახლება გვაქვს ჟალუზი გვაქვს თურმე. აი აქ აყენია. აი ეს პატარა არის ჟალუზი. Fusion-ებზე მივეჩვიე რომ მთლიანი ჟალუზი უნდა იყოს მოკლედ და აქ გვაქვს. ძალიან კარგი. ერთი პრობლემა გადავლახეთ პრობლემის გადალახვით გარეშე. ანუ პრობლემა არ გქონია. მეგონა რომ ცოტა უფრო უარესი სიტუაცია იყო. მაგრამ არა. ძალიან კარგი. ეხლა დაგვრჩა ფარები და აი ეს ჩეკი მაწუხებს ძალიან. სხვათა შორის თქვენს თუ გინდათ ამერიკიდან მანქანა ან იაპონიიდან მანქანა
სტაბილურად ყოველთვის უკვე გამომწერებისთვის ვეძებ და ჩამოყავს მანქანები. აქედანაც ძალიან დიდი მოკითხვა და ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის თქვენ, ყოველივე თქვენთაგანს, ვინც შეიძინეთ ჩამოიყვანეთ მანქანა ჩემი დახმარებით. მოკლედ მოიწერეთ, აქ გამოვანათებ სოციალურ ქსელებს, შეგიძლიათ მოიწეროთ და შევარჩევთ და ჩამოვიყვანთ თქვენთვისაც მანქანას. აბა რა ხდება? ვინც იან Subaru. ვედი არ გვაქვს. უკვე საინტერესოა. შეიგი, მოდი დავქოქოთ. ჯერ მეტი რადად არ დამიქოქოთ ეს მანქანა. აბა სალამი. მოიცა გასწრების სენსორებიც გქონია თურმე? ხო, არ ვიცოდი. ესე იგი, მოდი დავქოქოთ. ესე იგი, რა გვინთია აქ? მე მგონი ეს არაფერია. სიმართლე რო გითხრათ, ეს ჩეკი არ არის არაფერი სახიფათო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ანათებს რეალურად. სავარაუდოდ ორი transmissions რატო წერს ნეტა. ვა. თქვათ კარგი არ არის ეს მართლაც. Airbags-აც წერს, Airbags არ ვიცი რატო წერს. მოკლედ ძალიან ბევრი ჩეკიანთია, ძალიან ბევრი ყველაფერი ანათებს. წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა მოვერიო ამ ყველაფერს, მაგრამ მომიწევს ადრე თუ გვიან ამის დაწყება. წავედით ახლა და ფარებით დავიწყოთ. ფარები აიაგდევს პასაჟირის ადგილას. ჩვენ კიდე წავედით.